მოგესალმებით მეგობრებო, თქვენი მყოფებით ჩემს YouTube არხზე მე გახლავართ საბა და ეს არის ახალი პროექტი გამოიცანი ტრენერი. და ეს არის ჩვენი სტუმარი, Hello Kitty-ის სახე და ყველაზე მაგარი გამხმარებელი დავით. მოგესალმებით. ჩვენს მოპირდაპირე მხარეს ზის 5 ადამიანი, ამ 5 ადამიანიდან 1 ადამიანი არის ფიტნეს ინსტრუქტორი, ხოლო დანარჩენი 4 კი არის მატყუარა. ხოდა ჩვენი მიზანია რომ გამოვიცნოთ ვინ არის ფიტნეს ინსტრუქტორი და დავტოვოთ თამაშის ბოლომდე ის ერთი ფიტნეს ინსტრუქტორი და გადაეცემა არც მეტი არც ნაკლები 500 ლარი. მოკლედ ჩვენი სპონსორია ოქტომბრის ფიტნეს კლუბი, რომელმაც გამოყო საპრიზო თანხა და ჩვენს ერთ-ერთ ადამიანს გადაეცემა და დავასაჩუქრებთ, ასევე სნექის მიწისყილის კარაქები, რომელსაც იმ დარჩენილ 4 ადამიანსაც გადავცემთ და დავასაჩუქრებთ. მე დავით ისთვისაც მაქსიმუმის და მაგას მე ყველა რაუნდში ვიქნება 5 წუთი, ჩემო დავით, მე ჩავითავ დროს, თუ არ შეწყვეტებით. კარგი, მზად ვართ, 3, 2 და 1, დრო ჩართულია. კარგი, მოდი პირველს რომ მივაწოდოთ მიკროფონი და გაგვეცნოს, გითხრას კონკრეტულად, რამდენი ხანია ვარჯიშობს, ასაკი გითხრას და რაზე ვარჯიშობს, მე მაგასაც დავამატებდი რო გითხრას. პირველ ნომერმა. გამარჯობა, მე ვარ პირველი ნომერი, ვარ 20 წლის. ვარჯიშობ ბავშვობიდან და ფიტნესზე ვარჯიშობ უკვე 3 წელია. თუ მუშაობ შენი პროფესიით, ეგ მაინტერესებს და რამდენი ხანია რაც მუშაობ? კი, უკვე 6 თვე არის პერსონალური ტრენერი. 6 თვეა პერსონალური ტრენერი გახდი? მაქამდე რას ვარჯიშობდი, სანამ დარბაზში გადახვიდოდი? მანამდე ფეხბურთელი ვიყავი. ფეხბურთელი მწვრთნელი ვიცი. მაინტერესებს თუ ყავს ბევრი ტრამვიანი მოსწავლე, ესე მოწაფე? ტრამვიანი მოწაფე ბევრი არ მყავს, მაგრამ 1-2 მყოლია სხვათა შორის ფეხბურთელი. და ჩაგეძიებით რატო დაანებეთ ფეხბურთს თავი? და რატო გადაგწყვიტეთ ფიტნეს ინსტრუქტორობა ესე? ტრამვების გამო დავანებე ფეხბურთს თავი. რა ტრამვა თუ შეიძლება? შლატერი. როგორ? შლატერი. კარგი, რამდენი მოსწავლე ყავს დაახლოებით? ამ ეტაპზე მყავს 15 პერსონალური. 6 თვეში 15 პერსონალური, კაი. აუჯემი. შემოსავალი ზურგ. მე მეუწევს მეც დადებითად ვარ, მეორე მონაწილეზე გადავიდეთ. მეორე ნომერო, რამდენი წლის ხარ, რამდენი ხანია შენი პროფესიით მუშაობ, რამდენი ხანია ვარჯიშობ და ასე შემდეგ. გამარჯობა, ვარ 22 წლის. 15 წელი ვარჯიშობ და 3 თვე არის მუშაობ როგორც ინსტრუქტორი. 3 თვე. რატო გადაწყვეტეთ ფიტნეს ინსტრუქტორობა? ბავშვობიდან მიყვარდა ეს ვარჯიში და ხალხის დახმარება. პლუს ახალი ხალხის გაცნობა და ფიქრობ სწორი პროფესია ავირჩიე ამისთვის. 28 წელი რატო დაიცადე ბავშვობიდან თუ გიზა და მაგას შეგეძლო. მანამდე სხვა პროფესიები გამოვცადე და ბოლოს რაც მიყვარდა მთელი გული და სულით ის ავირჩიე. აჰა, მაქამდე რა გააკეთე, რომ მითხრა, რას აკეთებდი? პროფესიები? ხო. მუშაობდი სპარში, მე ვიყავი მიმტანი. ვარჯიშთან რამე სხვა შეხება? სპარში კი ის მებისტრება რა ქვია წყლების. აჰა, საინტერესოა, ბოთლები შემომტანი კაცი ყავდა. შემდეგ გავხდი 18-ის, ჩავაბარე უნივერსიტეტში, დავამთავრე თეატრალური, არაფერი გამოვიდა ჩემგან და ბოლოს. ამ ბევრი პროფესია ქონე ამ ადამიანს, მინდა გითხრათ და ჩემგან არაფერი გამოვიდა და ბოლოს. თუ მოგწონთ თქვენი პროფესია, ეგ მაინტერესებს. და თუ ხართ გაყოფილი ამ 3 თვით. კი, ძალიან. გვერდამდენი მოწაფე ყავთ? თუ არ ვწდები 9. რა მოწაფე, კარგი. მესამე ნომერი რო გაგვეცნოს, კარგი, მადლობა მეორე ნომერო. გამარჯობა. მე 7 წელია რაც ვარჯიშობ, აქედან 4 წელი არის რაც უკვე ტრენერი ვარ. 4 წელი? კაი სტაჟია. რამდენი წლის ხარ გოცრავად? 22. თქვენ თუ იყავით რამე საქმიანობით ან სპორტით, მაგრამ დაგავიწყოთ. ბარში მუშაობდი იქამდე. უცებ კი ცოტა გადავუხო ახალ კითხვას კითხვა. როგორ რა არის თქვენი საყვარელი ვარჯიში? ერთი კონკრეტული? ერთი კონკრეტული იყოს. ჩაჯდომები მაგალითად, პლანკაზე დგომა. პლანკაზე რამდენი ხანი? მაქსიმუმი? კი ბატონო. მაქსიმუმი არასდროს მიცდია. ანუ არასდროს დამიჩალენჯებია ჩემი თავი. პლანკის დროს კიდევ რა არის ჩართული გარდა აბდომინალური კუნთების ანუ პრესისა? მეგონი ვერ გაიგო. პლანკის დროს პრესის გარდა რა კუნთებია ამოწურება ჩართული? როგორ? კარგი, მშვენიერი. მეოთხე ნომერი რო გაგვეცნოს და გითხრას რამდენი წლის არის, რამდენი ხანია ვარჯიშობს, რამდენი ხანია ამ სფეროში არ დაგავიწყო. 23 წლის ვარ, ვარჯიში დავინტერესდი დაახლოებით 14-15 წლიდან. და ფიტნეს ტრენერი ვარ 1 წელია უკვე. აქამდე თუ იყავით რამე სპორტით ან რა სპორტით იყავით დაგავიწყო? არა, სპორტით არ ვიყავი, უბრალოდ ჩემთვის დამაინტერესა ვარჯიშმა, ჩემთვის ვარჯიშობდი სახლის პირობებში და იმდენად გამიტაცა ამ ყველაფერმა, რომ მე ჯიმში გადავინაცვლე, ამის შემდეგ დავიწყე მაგ ყველაფრის შესწავლა და მოკლედ
სწორედ მივხვდი რომ ეს იყო ის საქმე რაც მინდოდა რომ ეკეთებინა. ჯიმში რამდენი ხანია გადახვედით? ჯიმში გადავედი 2 წელიწადი ვარჯიშობდი, ანუ მე ზოგადად უფრო home workout-ის ის ვიყავი, მე ქუჩაში დავდიოდი სხვადასხვა ადგილებში რომ იქ მევარჯიშა, უფრო მსგავსი ტიპის ვარჯიშები მიტაცებდა და შემდეგ მეგობრებთან ერთად ვცადე ჯიმში და იქაურობამაც გამიტაცა. როგორია მომწურავი პასუხი გაქვს ხარ? მე ამ მეოთხე ძალიან მოვიხიბლე როგორც პირველი ნომერი. კითხვები თუ არ გაქვს მეხუთეზე გადავიდეთ, იმიტომ რომ 1 წუთი დაგვჭირდა. გადავიდეთ. მეხუთე ნომერო უცბად რო გითხრათ თქვენ შესახებ, მოგვიყვეთ თქვენი ისტორია, რამდენი ხანია ვარჯიშობ და ასე. საუბრობი 26 წლის ვიყავი იოგის ტრენერი 8 წელი. მაგდამთავრებული თეატრალური, არქიტექტურა და გრაფიკული დიზაინი. და როგორ მოხდით თეატრალიდან იოგამდე და იოგიდან მერე ფიტნეს ინსტრუქტორამდე? იოგით ვიყავი გადაცემული ბავშვობიდან. შემდეგ უფრო ხრმად ჩავეძიე, გავეცანი. ვიყავი ტაილანდში, მან გავიარე რამოდენიმე კურსი. შემი ძალიან შემიზიდა, ჩამოვედი აქ და დავიწყე აქ მუშაობა. ტაილანდში გაიარეთ ფიტნეს ინსტრუქტორის კურსი? იოგის კი. იოგის. ოკეი. ტაილანდში. არა მე მომწონს ყველას პასუხი, მეცა ტაილანდში იყო ადამიანი. მონაწილეებს თქო რომ ხმა აღარ მოიღონ, მე და დავითმა ეხლა უნდა ვივშელოთ. ყველას მეტად ეჭვქვეშ მყავს ეს ორი ადამიანი, მეორე და მესამე ამ შემთხვევაში. მეორე ხუმრობის ხასიათზეც ვარჯიშობდი მოთლების ტრევიტორ რო იძახით. რომელიც ყველაზე მეტად არ მოგწონს, ორზე ვთანხმდებით, რო არ მოგწონს ყველაზე მეტად. მართალია. ორი მეც არ მომწონს. მე სამზე არ მომეწონა, პლანკაზე ძალიან დააყო. აი ძალიან ეგრევე გაჩერდა რა, აი ძალიან რაღაც დიდი პაუზა იყო, ვითომ ვერ გაიგო და მე ხრებიო. ალბათ იქიდან ვიღაცა მოგანახა, ეგეთი შემიძლია გამოჩერდა. ხო, ძალიან შეაყოვნა მგონია რომ მესამე არ არის ფიტნეს ინსტრუქტორი. საბოლოოდ მოყვარულია თავისთვის გემრიელად ვარჯიშობს. მესამე ნომერი დაგტოვებს პირველ რაუნდში. თუ შეიძლება ხმა არ მოვიღოთ და უბრალოდ გავიდით. მეგობრებო, შეგახსენებთ მაგამდე რომ თამაშდება 500 ლარი, ამიტომ თავები არ დაზოგოთ და რაც შეიძლება ბევრი მოგვიყვანოთ. გონება გახსენით. მაგრამ მოვდოთ ყურას, დავით, მოკლე ფეხები აქვს, იცი? მაგრამ ჩვენ ვერ ხედავთ. არა, ფიტნეს ინსტრუქტორი მოგვატყუოს. არა, ფიტნეს ინსტრუქტორი აუცილებლად სიმართლე უნდა თქვას. მინდა შეგახსენოთ. და ასევე მეგობრებო, ყურსასმელები რატო უერთია? და რაზეც წავიდა ამდენი ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნა. ამ ყურსასმელებს ჩვენ იმათი ხმა გვესმის შებოხებული, დაბოხებული რობოტული. ამიტომ არავინ არ იფიქროს ის რომ შეიძლება ვინმე იცნოს ხმით. მესამე ნომერი გამოვარდნილია, მინდა შეგახსენოთ, დარჩენილია 4 ადამიანი. 3, 2 და 1 დრო ჩართული. ბატონო თუ ქალბატონო, იოგის მასტერო. მასტერი. თუ შეგვიძლია გითხრა შენი 1 კვირის სავარჯიშო პროგრამა. ოღონდ მოკლედ თუ შეიძლება რა. კი ბატონო, ორშაბათი იწყება დილის 8-დან. მაქვს პირადი სესიები. მე მაქვს იოგის საკაკოთლი ისევ მაქვს ტრენჯერებზე. მე პერსონალური ბავშვები, ქალები, სასული კაცები, კვება. ბავშვები ახსენეთ, რამდენი წლის ბავშვებს ავარჯიშობ? 18 წლიდან. 18 წლიდან? თქვენთვის ბავშვია 18 წლიდან? ხო, მაგალითად 36 წლის ხართ და თქვენთვის 18 წლის ადამიანი ბავშვი არის, ნამდვილად. მადლობა რომ ბავშვი მიწოდეთ, გაიხარეთ. მე მაინტერესებდა თქვენი სავარჯიშო პროგრამა, თქვენი. რას ვარჯიშობთ? თქვენ რას ვარჯიშობთ? უმეტესწილად სტატიკური ვარჯიშები, მოგთინლობა, პილატესის მიზიდავს. უმეტესად ვანვითარებ ზურგს, ფეხებია ჩემი საყვარელი ვარჯიში. ერთი თქვენი საყვარელი ვარჯიში ფეხების. სკვათი. სკვათი რა წონაზე აკეთებ სკვათს? 150. რამდენჯერ? 12. დავით, თქვენ ჩვენ ავდგეთ, გავიდეთ და ის აქეთ გამოვსვათ. მეხუთე შავეძიები, იოგას უფრო ხშირად ვარჯიშობთ თუ წონებზე უფრო ხშირად ვარჯიშობთ? თუ თანაბრად, თუ როგორ არის? იოგას უფრო ხშირად. კარგი. მეოთხეზე გადავიდეთ. მოდი მეოთხეს ვკითხავ, 1 კვირის მანძილზე დაახლოებით თქვენი სავარჯიშო პროგრამა რო გითხრათ, რას აკეთებთ? კლასიკური პროგრამა მაქვს უფრო, ვიწყებ ორშაბათს საუკეთესო კუნთებით, კერდით და ტრიცეპსით. შემდეგ მეორე დღეს მაქვს ზურგი, ბიცეპსი და მესამე დღეს ვავარჯიშებ ფეხებს. თუ მაქვს შესაძლებლობა დროის კუთხით ცალკე დღეს მხრებს ვამატებ ხოლმე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ფეხები და მხრები ერთ დღეს მიწევს ხოლმე. და მაგას ვიმეორებ, ანუ 3 დღე, კვირაში 6 დღე ვარჯიშობ, კვირა დღე მაქვს დასვენება. ყოჩოხ, ბრავო, ძალიან მაგარი 6 დღე. დანამატებს ვხმარობთ რამეს? დანამატებს მხოლოდ კრეატინს ვიყენებ ამ ეტაპზე და ისე ვფიქრობ, რომ კვებითაც იდეალური შედეგის დადება შემიძლია, მაგის გამო დიდად არ იმავშებებით ურთა. თქვენს მოსწავლეებს თუ რჩევთ რამის? აი რამიდან დანამატებს? სწავლებს თავიდან უფრო კვებაზე უწევ რეკომენდაციას და ამის შემდეგ უკვე მაინც ინდივიდუალურია ზოგს რა საჭიროება აქვს, ზოგს რა საჭიროება აქვს, მაგრამ თავიდან უფრო კვებას ვაქცევთ ყურადღებას და რაღაც პერიოდის მერე უკვე შედეგებიდან გამომდინარე, საჭიროებიდან გამომდინარე ვამატებ სხვადასხვა დანამატებს.
კარგი, მადლობა მე-4-ს, გადავიდეთ მეორე-ზე. მეორეს პირდაპირ გითხავ, კალორიულ დეფიციტი რა არის თუ იცით? კალორიულ დეფიციტი არის ჯანსაღი კალორიულ დეფიციტი არის -500 მოკლედ ესე დავიწყოთ. ჩვენი დღიური კალორიები, მე ეს გვაქვს კოეფიციენტი, გააჩნია რამდენჯერ ვარჯიშობთ კვირაში, სიტყვაზე 3-ჯერ, 4-ჯერ და ასე შემდეგ. ესეც ჯამდება და მე ამ ყველაფერს აკლდება -500 კალორია. რო იყოს ეს ჯანსაღი, რა თქმა უნდა. კარგი ბატონო, თქვენი სავარჯიშო გაყოფა რო გითხრათ კვირაში რას აკეთებთ დაახლოებით? ამ ეტაპზე აი დროის უქონობის გამო ვერ ვასწრებ საერთოდ ვარჯიშს იმასე რომ გითხრა, იმიტომ რომ მოსწავლიდან მოსწავლამდე მაქვს დაახლოებით 1 საათი. თქვენ ერთ წამი ბოდიში რამდენი მოსწავლე გქონთ? 9-ნად. მაინტერესებდა ხა პირველი იმაში რამდენი თქვა და და რა მაინტერესებს ამ 9 მოსწავლე გყავთ. რამდენი ხანი მუშაობთ დღის განმავლობაში? დილის 10-დან საღამოს 6-მდე. საღამოს 6-ის მერე დარბაზში ინსტრუქტორებს გვეკრძალება ვარჯიში. რატომ გეძებთ? ანუ შიდა წესი არის ესეთი, რომ ინსტრუქტორებს გვეკრძალება ვარჯიში საღამოს 6-ის მერე. გასაგებია. არა, მოსულა. გაგებული ნამდვილად არის მსგავსი რაღაც. კარგი, ანუ ეხლა საერთოდ ვერ ვარჯიშობთ? არა, ვარჯიშობ. ფორმას როგორ ვარჯიშობ? ოპერაცია მოსაკეთებული, მაგრამ რისი ოპერაცია? თმის. ისი? თმის, მაგალითად. თმა გადანერგილია, გაუფრიანება ნამდვილად არ შეიძლება მაგ დროს. სად გაიკეთეთ რა ვიცოდე? ეს მეგობრისთვის ვკითხულობ. პირველზე გადავიდეთ მაშინ. პირველი სავარჯიშო პროგრამა რო გაგვიზიაროთ. ხო, მეც საკმაოდ გაატვირთული განრიგი მაქვს და იქნება ბატონო 15 პერსონა ვიყავს. ცხოვრება თუ გაქვს საერთოდ დარბაზის გარეთ, მაგასაც ჩაგეძიებით. კი, არა, ცხოვრება ნაკლებად მაქვს. სუდარბაზში ვარ თითქმის, მაგრამ თქვენი სამუშაო დროები რომ მითხრათ, რომლამდე მუშაობთ? ხო, 7 საათზე ვიწყებ დილით. დარბაზში რომ მოვდივარ, რა თქმა უნდა, სულ საღორი მხდება. მიწევს წონების დაალაგება, მატების დაალაგება და მე უკვე 8-ზე მოდიან ჩემი პერსონალურები და 8-დან რომელზე მოდიან უკეთ რაღაც? 8-ზე. ბაზ თქვენ რატომ მიდიხართ 7-ზე? მოტივაცია აქვს ადამიანს. ანუ დარბაზი დავავარდო პირველი ინსტრუქტორი. ანუ სმენა გეწყება 7-ზე თუ თქვენი ინიციატივით მიდიხართ? სმენა მეწყება 7-ზე, ჩემი მოვალეობაც არის და ჩემი სულიც. ეგეთი რაღაცაც არის. ეგეთი რაღაცაც პირველად გავიგე 7-ზე რომ. რომელზე იძინებთ? 11-ზე. აი რომელზე ამთავრებთ? მუშაობას? ამთავრებ მუშაობას 6 საათს. მაშინ დრო ქონიათ თქვენი ცხოვრებისთვის. 5 საათი გაქვს. ასევე ნუტრიციოლოგიის კურსებსაც გავდივარ და რას გადიხართ? ნუტრიციოლოგიის კურსს. ყოჩო. შეგვიძლია გადავიდეთ. კარგი, მადლობა. შეგობაზე. ეხა მე აქ ნახე რა არ მომწონს. აბა გისმე, რაღაც დაიჭირე და არ მეუნე. ეს ადამიანი იძახის რომ მე იოგას ზამბერს ვარჯიშობ დარბაზში ვარჯიშობ და დასრულდა. საიდან აქ ამ ხელაძალა თავში რაღაც დაგვეცა უკან. არის დარდოთ. ამ ხელაძალა საიდან. სტატიკურს ვაკეთებო სულ. და 150 უბერავს 12. და 7 მისვლას მე მგონი ალბათ. რა მოხდა? თავში ავდავეცა? გადარჩენილი ვარ. მე ყველაზე მომეწონა თუ არ ვწდები. მე-4-ს ქონდა მე-2-ს ქონდა ძალიან კაი პასუხი, როდესაც 4 კალორიულ დეფიციტი რა ეგრევე ჩაერთო ლაპარაკში და იცი რა არის? კარგა მოყვარულმა ადამიანმა, ვის მოყვარული არის დარბაზში, იმანაც იცის. ეგეც იცის, კი, ეგეც მართალია. ეს ძალიან სპეციფიური რაღაცა თქვა, 6-ის მერე გვეგრძელება მუშაობაო. ან ძმაკაცი ხავს და იცის. ეგ რომელი ნომერია? მეორე იყო ეს. ძმაკაც 6-ის მერე ვერ ვარჯიშობს ძმაკაცთან ერთად. ან მართლა თვითონ არის, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა ძალიან ნიშ ის არის, რა ქვია, სიტუაცია, როცა დარბაზებში ეგეთი რაღაც ხდება. ზოგ დარბაზს აქვს ეგ წესი. და მაგიტომ მიგია რა, სადაც მუშაობდე, ანუ ეგეთ რაღაც არ გამიგე რომ დარბაზში, სადაც მე მუშაობ, ვარჯიშის უფლება არ მქონდეს. ან მართლა ტრენერია, ან ძალიან ჩაძიებული და მომზადებული ადამიანი მოვიდა. მე თქვენის ნებართ ამ ადამიანს დავტოვებ. მე-2-ს ტოვებ, მე-4-საც ტოვებ ამ შემთხვევაში. დაჭა პირველი და მე-5-ე. 7-ზე რომელი დარბაზი იწყებს მუშაობას? აი კონკრეტულად მე, არა 7-ზე შეიძლება ვიღაცა იწყებდეს ვარჯიშს, მაგრამ მე თვითონაც ნახებ ცვლა მაქვს ესე რა განაწილებული. ვიდან 4-მდე. კი, მივდივარ 7-ზე ყავს პერსონალი, მაგრამ ცვლას იწყებდი და ვიღაცა გაუდებულებდეს რომ 7-ზე მოვიდეს და იმუშაოს და დარბაზი დაალაგოს. არის აბსურდული რაღაცა რა. ანუ ცოტა ის რა ქვია, მობიერები რომ ვიყოთ მენეჯერები ტრენერებთან თუ შეიძლება, სპენა გადმოუწიოთ წინ. და იოგა. აი იოგაზე მე მაინც ძალიან ვეჭვობ რა. იოგის ტრენერი სავარაუდოდ შეიძლება იყოს. არ გამოვრიცხავ, ან ძალიან უყვარს იოგა და თვითონ ვარჯიშობს, მაგრამ როგორც ფიტნეს ტრენერი,
იოგას უფრო დიდ დროს უთმობ რა, თვითონვე თქვა. ეგ მართლა. რომელ ფიტნეს ტრენერს აქვს იმის დრო, რომ იოგას მეტი დრო დაუთმოს ვიდრე. ხო, აქ ხალხს მაუ ის არა აქვს, რომ ივარჯიშოს, მაგის დრო და არა ვარჯიშებენ და უფლებას არ აძლევენ. შეიძლება იყოს ტრენერი, უბრალოდ შეიძლება იყოს იოგის ტრენერი და არა ფიტნეს ინსტრუქტორი. ეგეც არ არის გამორიცხული. ან ორგანიზატორებს შეეშალათ და არა გამორიცხული. კაი, მე მეხუთეზე ვარ ამჯერად. და აქვე შეგახსენებთ კიდევ რომ ეს ადამიანები ჩვენ არ აგვირჩევია, მათ შორის მე, იმიტომ რომ ყოფილიყო ისე რომ ჩვენ არ ვნახცოვდა იმათი როგორც ხმა, ასევე ვინაობა და სახე. ამიტომ ჩვენ პროდიუსერს და ამავდროულად ჩემ შეყვარებულ ძალიან დიდი მადლობა აქედან და მოკითხვა. მე მეხუთეს დავამშვიდობები ამ შემთხვევაში მაპატიოს მეხუთე ნომერმა. საპრიზო თანხას ვეღარ მოიგებს. მეხუთე ნომერი. როუხეში იყო. მეოთხეს პასუხები ძალიან დაალაგებული იყო. მეორეზე რა მიმყარებს, იცი? იმას რომ ტრენერია 6-ის მერე გვეგზალებაო. ხო და მეც მაგიტო ვამბობ რომ მეორე მგონია თუ მაგას ვაწევ. არა, ნახე, პრაქტიკიდან გეუბნები რომ ეგეთი რაღაცა ყოფილა არის, მიმუშავე ეგრეც, მე თვითონაც ასე რომ ხდება ეგეთი რაღაც. ანუ ეს არ მოუტყუებია რეალურად, ეს რაღაცა ხდება დარბაზებში. 3, 2, 1 დრო ჩართულია დავჭა პირველი, მეორე და მეოთხე. მეოთხეს რომ მივაწავთ მიკროფონი თუ შეიძლება და ჩემი პირველი კითხვა იქნება რა არის ჰიტი თუ გაგიგიათ? ეს მაგ ტიპის ასე ვთქვათ ვარჯიშები ძალიან კარგი არის გამძლეობის მოსამატებლად. ხოლო გამძლეობისთვის არის? არა მარტო, მაგრამ დიდი წილი უფრო მე ვფიქრობ გამძლეობის მიმართულებით აქვს. ვისი გამძლეობისთვის? ზოგადად ასე რომ ვთქვათ ქართულად როგორ თქვა ერთუთი. ინგლისურად იყოს ვიცი კარგად. ასე რომ მეორე მერაბ დვალიშვილი რომ გახდეს რა. აჰა. მეორე მერაბ დვალიშვილი რომ გავხდეთ, აწი გავაკეთებ ვარჯიშებს. მეოთხე ნომერი თუ იცი რა არის აერობული ვარჯიშები. აერობიკას გულისხმობ? ტერმინი აერობული ვარჯიშები. არა. აი მაგალითი რომ მომიყვანე ერთი აერობული ვარჯიში. ანუ მე უფრო როგორც თავიდან გითხარით, ანუ სახლის ვარჯიშების სტილი მქონდა და მაგის მერე გადავედი ჯიმში და უფრო ისეთი სტილის ვარჯიშებს ვემხრობი, რომლითაც არ გჭირდება ბევრი რაღაცა და აი სახლსაც მარტივად მორგებადი როგორ შეიძლება ტერმინები რაღაცა ბევრი არ ვიცოდე კარგად. ფიტნეს ინსტრუქტორი როგორც თქვენ ამბობთ. მართალი ვარ. თქვენ ხართ ფიტნეს ინსტრუქტორი როგორც კი და თქვენ სახში ავარჯიშებთ მოსწავლეებს? არა, სახში არ ვავარჯიშებ, მაგრამ აი ტერმინები ამ თვითნასწავლი ვარ და ამის შემდეგ გავიარე რაღაც ტრენინგები, უბრალოდ რომ ყოფილიყავი სერტიფიცირებული. მაგრამ აი ტერმინებზე და რაღაცა დიდად აქცენტი მაინც არ მქონია კარგად და უფრო ფოკუსირებული ვარ ისეთ ვარჯიშებზე, რაც ანუ ვიცი რომ შედეგის მომტანია და ანუ ეს ტერმინებში შეიძლება ცუდად. კი ბატონო. მეორე ნომერმა თუ იცის რა არის აერობული ვარჯიშები? არა არის. კაი, მოდი ესეთ რაღაცას ვკითხავ მეორეს, მაშინ თუ შეიძლება. კუნთის მოსამატებლად, როდესაც წონებზე ვარჯიშობთ, თუნდაც ავიღოთ ნებისმიერი კერდის ვარჯიში, რა რაოდენობის შუალედი არის ოპტიმალური, რომ ჰიპერტროფიის დროს 10-12 გამეორება, რა ვიცი, საშუალოდ 3-4 მისვლა რა. ძალის მოსამატებლად უფრო მეტად აქცენტი რო იყოს? და დავამატებ შესვენებას, მაგრამ 1 წუთი იყოს საშუალოდ. ძალის მერები 4-6 ეს ადამიანი ან ძალიან მომზადებულია და გადაკითხული აქვს რაღაცა. ან არ ვიცი. მე მგონი რომ ძალიან კარგი მოყარულია მინიმუმ, იმიტომ რომ ეს ვარჯიშები. ხო და აი ტერმინოლოგიაში ძალიან მიჭირს ხათა შორის და ეგ ჩემი სუსტი მხარი. მოვიდა და გეუბნება რომ უბრალოდ აი რაღაცა მუხლი მტკივა ხოლმე ჩაჯდომების დროს ან რაიმე ვარჯიშის დროს. რით ჩაუნაცვლოდით ან რას ურჩევდით ან რა პროგრამით ავარჯიშებთ? პირველ რიგში რეკომენდაციას გავუწევდი რომ წავიდეს და გაესინჯოს შესაბამის სპეციალისტს, იმიტომ რომ ეს არის ჩემი, რა ქვია, ასე თქვათ, კომპეტენცია. და რა ვიცი, შეგვიძლია გავაკეთებინოთ ზედატანი ჩვეულებრივ, სადაც დატვირთვა არ წავა მუხლზე. ან რაც აწუხებს მოკლედ რა იმ სტატიკურ ვარჯიშებს გავაკეთებინო, იზოლირებულს ბოდიში. კარგი, პირველზე გადავიდეთ. პირველს ვკითხავ რა არის ჰიტი თუ იცის? ჰიტი არის მაღალინტენსიური, ეგრეთ წოდებული, უფრო აი კროსფიტის ტიპის ვარჯიში. კროსფიტის ტიპის ვარჯიში? დიახ, მაღალინტენსიური, კარდიოშიც გადის და ძალის ხმიერ ვარჯიშიც, ანუ ორივე არის ერთად. მოსწავლეებთან თუ იყენებთ? მოსწავლეებთან სხვა შორის ბევრი სპორტსმენი მყავს და საკმაოდ კარგი ვარჯიში არის და აი ვარჯიშის ტიპი არის სპორტსმენებისთვის და კი, ანუ ხშირად ვიყენებ ხოლმე. კარგით, იცი რას გითხავთ, ეს კროსფიტი ახსენე და კროსფიტი როგორც მითხარით, გამძლეობისთვის არისო და ძალისთვისაც. კიდერისთვის შეიძლება იყოს კროსფიტი. თავარი იდეა კროსფიტის რა არის? გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა, კარგ ფორმაში მოვდივართ. რას ვარ ვითარეთ კროსფიტის სტილის ვარჯიშებზე, ჰიტის სტილის ვარჯიშებზე? ათლეტურობას ადამიანს. ათლეტურობაში რას გულისხმობთ? კარდიო და კუნთის მასა. კარგი. მეორეს რო დავუბრუნოთ თუ შეიძლება მიკროფონი. ფეხის ბიცეპსი ვიცით რომელი კუნთია? რა თქმა უნდა. რამდენი თავი აქვს ფეხის ბიცეპსს? 2.
ხელის ბიცეპს თუ ორი აქვს, ფეხსაც ორი ექნება. კი, ნამდვილად. მეოთხეს რო დაუბრუნოთ მიკროფონი მომიცეთ. დრო მოიწურა რა? კარგი, მეოთხეს აღარ მიაწოდოთ დაისვეროს. რა არის მე ჩემი ჭუით მეოთხე ნომერი ყო გადავხაზ. ყველაფერზე ვარი განაცხადა. პირველ ნომერით აი ესე ვარ რა, მაგრამ პირველ ნომერმა ჰიტის რო იცოდა ეგ კარგია. იმიტომ რომ ჰიტი დედათ ხშირი არის ასე ვთქვათ ტერმინოლოგიურად ფიტნეს სფეროში, რომ მინიმუმ გაგებული უნდა გქონდეს. ჩემი აზრით პირველი და მეორე ადამიანის ფინალი იქნება ძალიან კარგი ჯახი. პირველი და მეორე? მეორე მარიცოდა, არც ჰიტი არის ცოტა, არც აერობული ვარჯიშია, კი. მე მგონია რომ პირველი არის მოცემულში ტრენერი. ან მე მგონია რომ მეორეს უბრალოდ თეორიული ცოდნა არ აქვს, რაც მაგრამ იმაზე ვთანხმდებით რომ მეოთხე ნომერმა აუცილებლად. ნახე, მეორე ძალიან ახალი დაწყებული აქვს ადამიანი, ჯერ ასე ვთქვათ, დამწყები არის ამ სფეროში. ანუ 3 თვეა მუშაობ ინსტრუქტორია. რაც რა თქმა უნდა ეპატიება და ეგ როგორც წესი დარბაზებში არის მაგით ცნობილი რომ ადამიანი დამწყები არის როგორც ტრენერი. მეოთხე იყო 1 წელია ვარჯიშობს, აერობული ვარჯიში არ იცის რა არის და არ მომწონს მე გამბავი აერობული ვარჯიში რა იცის და ჰიტი კარგია გამძლეობისთვის, რომ მითხრა მხოლოდ. მე მეოთხეს მეოთხე არ მომწონს, ხო. ანუ მეორეს ეპატიება ეს ყველაფერი მაგალითად იმიტომ რომ შეიძლება დამწყები იყოს. კი ბატონო. თუ შეიძლება მეოთხე ნომერმა რომ დავკტოვოს. დიდი მადლობა. ძალიან რთული გადაწყვეტილების თანაშემდგებით ჩემო მეგობარო, იმიტომ რომ პირველი და მეორეს დაჯახებას მტერს დაეჯახო ჯობია. ახლა ვნახოთ. თავია პირველი ტრენერი რო გავკეთდა ეხლა რომ ის ვიჭრით და ყვილა. ой, ვინც არ იცის დავითი არის ჯგუფური ვარჯიშების ტრენერი. ერთ დღეს კი არა და ერთ დროსაც. ახლა ხარ? არა, მე ტრენერი, მე მარტო ლექტორი დავჭირე. ტრენერი ხო, ლექტორი რა, კი, ლექტორი. და დავითი იყო ერთ დროსაც ჩემი ჯგუფური ვარჯიშების ლექტორიც. და მან შევახერე, აი ჯგუფური ვარჯიშების ლექტორი ყოფილი ვარ, ფუნქციონალურ ვარჯიშებს ასწავლეთ. ხო, ნუ შორის ძალიან მაგდება დღემდე არა. ფუნქციონალურ ვარჯიშების ლექტორი ვარ. ფართედრო. ეხლა. რომელი იყო პირველი პრეზიდენტი? აი, პირველ ნომერთან გადავალ შეკითხვით. თუ იცის რა არის ანაერობული ვარჯიშები და დამისახელოს მისი ერთი მაგალითი. შეიძლება ანაერობული და აერობული მეშლებოდეს ერთმანეთში. მაგრამ თუ არ ვცდები, არის ეგეთი ვარჯიშები, როგორც არის სირბილი, ცურვა ველოსიპედზე, ველოსიპედი. ანაერობული, ანუ რაც გულისცემას ძალიან არ აჩქარებს. თუ იყენებ გასახტომ ჩაებს და რატომ არის ის კარგი? არა. მომიყიტინეს არაფერი. არა, არ ვიყინე. და არც ჩემ მოსწავლეებს არ ურჩევ. რადგან გახტომასთან რაღაც დეტოქსის ჩაები და ეგენი არაფერ შუაში არაა. მეორეს მინდა რომ დავუსვათ რაღაცა ძალიან ისეთი რომ დაგვერდოს. აი, ამის ფონზე ეგ პასუხი არ მომეწონა ხტები? ვის პასუხი? ამის ფონზე ეხლა რაც გიპასუხეს, აი არ მომწონს. ეს რო ყოფილიყო ამის ფონზე, სადაც 3 თვე არის ინსტრუქტორი. კიდე შეიძლება. ვაკეთებთ ბიცეპსის ვარჯიშს. რომელია ანტაგონისტი კუნთი? ტრიცეპსი. მეორეს რომ იცოთ უცებ თუ შეიძლება. ვაკეთებთ ფეხის გამშლას. რომელია ანტაგონისტი კუნთი? აგონისტი, სინერგისტი და ანტაგონისტი. ანტაგონისტი ხომ გითხე? ხო. გამხმარეთ ხო არ გინდათ ხო სინერგისტი. აფემი და ანტაგონისტი მითხა. გამშელი კვადრიცეპსი. ეგ რომელია? კვადრიცეპსი მეუნები ხო? ფეხის გამშლას ვაკეთებთ ხო? რომელია ანტაგონისტი? კვადრიცეპსი არის მთავარი. კარგი. მადლობა. ანტაგონისტი არის ბიცეპსი. ხელის? საპირისპირო. ფეხის. აჰა. ნუ მომდე ხა შენ. მეორე შეხა თქვენ ტრენერი ხართ? დამწყები. აჰა. კარგი, პირველთან დაუბრუნდეთ თუ შეიძლება. ბოდიში. კაი, მით. პირველ ნომერს ვეკითხები რა. წვივის კუნთი, აი, წვივს რო ვეძახით ქართულად, სხვა რაღაცა ქვია და მაინტერესებს წვივს, აი, უკანა მხარეს რაც არის კუნთი, მაგ კუნთს რა ქვია? არ ვიცი. ინგლისურად მეთქვი თუ ქართულად მაინტერესებს. ქართულად ნამდვილად არ ვიცი. საერთაშორისო სერტიფიკატი მაქვს და ინგლისურად. მაქვს დასწავლილი. ინგლისურად მითხრა. ქაოს. მეორე ნომერმა თუ იცის ქართულად რა ქვია? მე როგორც ვისწავლე, იქ ეწერა ანჯისებრი კუნთი. ეს ვინ თქვა ეხა? მეორე ნომერი. ეს თქვა მეორე. რამდენად სწორად ეწერა, არ ვიცი. მეორეს უჭირავს მიკროფონი? ფეხის ბიცეპსი როგორი სახეობის კუნთი არის? ანუ სახეობის რასკე სახეობის? აი მაგას გია ზუსტად. პირველს კითხავ იგივეს. რაღაცებს ჩურჩულებენ. როგორი კუნთია? მაგარი კუნთია? სამაგარი კუნთია. ერთ-ერთი ყველაზე კარგი. ფეხის ბიცეპსი ანუ კვადრიცეპსი არის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნთი და ავალია სხეულის
ფეხის მოხდის ფუნქცია. კვადრიცეპსი რატო ახსენეთ ფეხის კვადრიცეპსი არ ჰამსტრინგი ბოდიში. ამერი ერთმანეთში. ბიჭო ძალიან ნიში კითხვები აქვს ნერვები მეშლება მე თვითონაც ჩემთვის. რო გავიდა. კარგი, ეხა უნდა გადავწყვიტო? მე მგონი არც ერთი აღარ ატრენერი და უკვე რაღაცას მატყუებენ. არ მეუნებიან. მართლა თუ გაინტერესებს ამ ორი ადამიანიდან უფრო გადავიხრებოდი მეორე ნომრისკენ. რო არის ტრენერი? ხო. იმიტომ რომ დაბალი გამოცდილება აქვს. მარტო მაგით გადავიხრებოდი მეც, იმიტომ რომ ამ ფონზე თეორიული ცოდნა თოთათი არ მოწონს, გონია რომ მეტი შეეძლო ქონოდა. მოესწრო. თუმცა რა თქმა უნდა ეხა დაგვიანებული არ არის, მაგრამ პირველი იყო ხო ჰიტი და ყველაფერი. პირველი იყო ჰიტზე რო გითხრა ესა რა ქვია. კარგი პასუხი მომცა ჰიტზე რეალურად რა. CrossFit-ის მსგავსი ვარჯიში არისო, შეიძლება ჰიტში არ იყო ძალიან გათვითცნობიერებული გასაგებია, მაგრამ ეგ რო იცოდა ეგ კარგია. ვა, ბიჭო, ძალიან რთული არის. ანუ იმის ფონზე რომ მეორე ნომერს აქვს 3 თვიანი გამოცდილება, ძალიან ბევრი რაღაცა ეპატიება და მაგაში აი ძალიან ვიჭრები. რომ ანუ მაგის ფონზე ხო არა ფიტნეს ინსტრუქტორი, რადგან უბრალოდ დამწყები არის. მაგრამ თვითონ არ ვთქვას რომ მე დამწყები ინსტრუქტორი ვარ, სამწუხაროდ ვარჯიშობ ძალიან ამაყად გიგვითხა. მოდი ხე გავიღოთ ყველა რაუნდი. პირველი, კაი, ეს გასაგებია, ხოლმე პერსონალური ყავსო, ოჯახ, მაგარია. 3 წელი, 17 წლიდან დაიწყო ბიჭო მუშაობა? არ 3 წელი ვარჯიშობ. არა. 6 თვეა ტრენერი ძალიან დიდი ბოდიში. ახსოვდა, მაგრამ ეს პირად გამოცდილება შეიძლება იყოს. კარგი, პირველმა ეგ თქვა, 7-ზე იწყებს მუშაობას. პირველი ეგ არის. პირველი 7-ზე იწყებს მუშაობას. მე უფრო მეტად გადავიხარე მეორისკენ. პირველმა იცოდა ჰიტის დაახლოებით მიმართულება რისთვის იყო და პირველმა არ იცოდა აერობული და აერობული ვარჯიშები რეების იყო. ამ დაძაბულ მომენტში მინდა შეგახსენოთ ჩვენი სპონსორები, Octopus Fitness Club-ი, ადგილი სადაც მე მუშაობა შეგიძლიათ ჩაიწეროთ ასევე ჩემთან პერსონალურ ვარჯიშებზე და ასევე ჩვენი სნეკი. დავით, თქვენ კარგად იცნობთ სნეკს და ახლა სამ დაიწყო. არა, ნაჭამს არ გჩუქნით, არ ინტერვიულოთ. ვიდეო თუ შეიძლება რომ ამოვანათოთ მაგისი, როგორ მიიწევს გადაღებამდე სნეკს და ბანას. და ნუ შენსგან მოგცემთ მიუხედავად იმისა, რომ არ გაკლია შენსგან მოგეცემა სნეკის მიწისყელის კარგი. მაგრამ მე ახლა რა ვქნათ? ეს არის ტრენერი. ვინ? ეს. მეორე? თუ პირველი? მეორეს ფიქრობ მეც და მიხარია რომ გამოვაცხა, ეს მოდი გამოვაცხადოთ. არ გეტყვით ვინ არის, მგონია გამოვაცხადოთ ესე. ჩვენ გონია რომ არის ტრენერი. კარგი. ვამბობთ რომ ფიტნეს ინსტრუქტორი ამ ორი დარჩენილი ადამიანიდან გონია რომ არის მეორე ნომერი. ცოტა მეშინია ხო? აუ მე ფეხები ამიგან გალდა ცოტა. მე მგონია რომ ძალიან გავწევთ. მე მგონია რომ ფშია. სადვართ? აუ მაგარს ნერვიულობ ბიჭო. ეხლა დავით თანმიმდევრობის მიხედვით როგორც ვინ გავაგდეთ, იმის მიხედვით გამოიყვანოთ და გაგვეცნოთ და დავინახოთ ვინ არიან. პირველი გავაგდეთ მესამე ნომერი და თუ შეიძლება მესამე ნომერი შეიძლება გამობძანდეს. გამოვიდეს. დაგვენახე. გამარჯობა გითხრათ. არა. მესამე ნომერს ვთხოვობ დაგვენახოს. ვანახოს. არა. ეს არ ვიცი მე ვინ არის. შენ რა გინდა? ეს თქვენი რაცა იყო. შენ რა გინდა აქ? რა თქვა? რა მიპასუხე აქო? 7 წელია ტრენერი ვარო? პლანკაზე შენიყავი? მეგობრებო, ეს იყო ჩემი შეყვარებული. ეხლა ვიც გამოვიდა. პირველი ნამდვილად არ იყო ტრენერი, თორე ჩემი შეყვარებული იყო. მაგრამ არ ტრენერის არ იცის. კარგი, პირველ რაუნდს გადავურჩით. გადავდივართ მეორე რაუნდზე, სადაც ყავს იოგის მასტერი. იოგის რომელიც 150 კილოს უჯდება და თუ შეიძლება 12 ჯერ უჯდება 150 კილოს და ტაილანდში იყო წასული იოგის სასწავლად. მე ხთენობერი გამოვიდეს და არ გითხრას არის თუ არა ტრენერი ჯერ რა თქმა უნდა. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. სასიამოვნოა. ფორმაში აშკარად არის. 31 წელს არ გავს. უსტატევსეს ნამდვილად არ გავს. ჩემი აზრით ეს ადამიანი არ არის ტრენერი, მაგრამ ბოლოში მაინც დაძუსტებით გავიგე. დიდი მადლობა დაუბრუნდით თუ შევეთქვათ. ან ნახე ტრენერი არ იტყვება არც ასაკს. ხო, ტრენერი არაფერს არ იტყვება. ესეც გამორიცხულია. კარგად მივდივართ. ბოლოში გავიგებთ, მაგრამ ჯერჯერობით კარგად მივდივართ. აი ახლა დაგვი. შემდეგი იყო მეოთხე. მე ხა გავაგდეთ მეოთხე, რომელიც სახლის პირობებში ვარჯიშობდა. კაი, მერაბ დვალიშვილი რო დაგვენახოს თუ შეიძლება მეოთხე ნომერი. თვითონ მერაბი ხო არის აქ. სამი გამარჯობა. მოგესალმებით. სასიამოვნოა. სალამი, სასიამოვნოა. მადლობთ. დიდი მადლობა დაუბრუნდით თქვენათგეს. ბიჭო, მე მგონი კარგად ვიტყვით.
მე მგონი გადაჭერი ვარ. ეხა ბოლო რაუნდში. აი, მე ვფიქრობ, რომ ფინალამდე კარგად მივედით. ჩემი აზრით. პირველი რაუნდი უოჭველი მაგარ გადავედით. აი უოჭველი. პირველი ნომერი რო გავაგდოთ ახლა. პირველი ნომერი გავაგდეთ შემდეგი, ხო? პირველი გავაგდეთ ბოლო რაუნდში და მეორე დავტოვეთ. ჯერ გამოვიდეს პირველი ნომერი თუ შეიძლება. ვაიმე. გამარჯობა. მეცნობა მე ჩემთან. მე შენს მეცნობი რაღაც, შენს მეცნობი. ვინც არის ეს ადამიანი მუშაობს ჩემთან ოქტომბერში. გადავჭით თუ? ბიჭო, გადავჭით. ჩემი აზრით თუ მეოთხე ნომერი არ იყო ტრენერი. კარგი, მადლობა თუ შევდავრეთ თქვენადგეს. რა იცი, ეს ადამიანი მუშაობს ჩვენთან, მაგრამ არა ტრენერი. გასაგებია. მაგრამ ნახე, ახლა ორი ვარიანტია. ან იყო მეოთხე ნომერი, ან მეორე ნომერი სწორად დავტოვე. კაი, გამოვიდეს მეორე ნომერი უკვე გამოვიდეს? კი, მაგრამ კაი, თუ შეიძლება მეორე ნომერი გამოვიდეთ, შევხედოთ ვინ არის. გამარჯობა, კვატები. აი დავწევი ფიტრეს. გამარჯობა. არა, ამ ადამიანს ისნო დარწმუნებული. ხო სწორად ვლაპარაკობ. იმენა ოქრო. გენიალურად. კარგად, ხეურძანდებით, მადლობა მოწვევისთვის. ბექა აქ არის მეგობრებო და ჩვენც გამარჯვებულები გახლავართ ისევე როგორც ბექა. ბექა გილოცავ დამსახურებო. მადლობა. რაღაც მინდა დავამატო. ჩემი კუთვნილი 500 ლარიდან მეორე ადგილოსანს პროტეინის ფული მინდა რომ ვაჩქო 200 ლარს. 200. ბრავო, ძალიან მაგარია. რესპექტ. ძალიან მაგარია. მე მგონი ის ფარდის ჩამოწევა და ნაბიჯის გადაგაცემა გვინდა, იმიტომ რომ მაგრამ მაინც ჩამოვხსათ და დავინახოთ ეს თუ ადამიანები. მოგვიშორეთ ეს რა? მოგესალმებით მეგობარ, ალამაზები ხართ აქედან, გამარჯობა ის ეგურა შუაში წამოსკუპებული გახედე იმას. აი, ნაცნობი. რა იოგის მასტერი და იოგბანა. მინდა რომ ზურიუსი ყოფილიყავი, უცბად. ზურიუსი. ბოლოს გამოსვათ, მე ისე ზურა ხო არ არის მეთქი, მაგრამ ზურა 150 არ უждები. არა, ბიჭო, არა ზურა რა. ეგეც არის. მარტო იოგას აწובה და ყველაფერი. ეგეც არის. ხალბატონო, თქვენ რა გინდათ აქ? მე მეგონა მანიკურზე იყო ჩაწერილი და იქ იყო ეხლა. გაკეთებული მაქვს. ოკეი, დარალაბაზია. ამაზე ნაკლები რეაქცია არ გაკეთოთ არასდროს. სასწაულია. მადლობა. თქვენ მიშო ხო? კი, ამ ადამიანსაც ვიცნობ. თუ არ ვწდებით თქვენი პოდკასტები გაქვთ და ამავდროულად ვარჯიშ. მაგარია ძალიან. შეხვედრა თქვენი ვიდეოების, ამიტომ აუცილებლად კი ამ ყველა ადამიანის ინსტაგრამები იქნება აღწერაში, შეგიძლიათ გამოიწეროთ. ამავდროულად ბექას, რომელიც აქ არის. ბექას ყოჩაღი მენა. კი, აი, ბრავო. მე არ ვიცოდი სხვა შორის, საერთოდ ვიყავი დამწყები და არა, სამი თვე არ არის. 2 თვე და რაღაც. აი, ეგ არ ვიცოდი. ო, ბექა, რო გითხრა შენ იმაზე რა ქვია, მაგამდე როგორ თეორიულ ნაწილში მაგრამ მიჭირს მარტო აი სახელები და რაღაცეები, რაზეც მუშაობ, ფული რომ პრაქტიკულში მაინც კარგად გავართვით. კი, არა, ძალიან კარგად გავართვით და კარგად არის ნორმალური. მე მგონი ძალიან სწორადაც წავედით ლოგიკურად, რომ რასაც ვამბობდით, პრაქტიკული იცი და თეორიული. და ასევე მეორე ნომერზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კაი ბიჭია. ჩემზე მეტი იცოდა თეორიულ ნაწილში რაღაც სახელები ისეს და ხო, აი გამოცდილება მაინც თავისას შვება რაღაცას. ბექ არის ძალიან მოწადინებული, ძალიან ხშირად მეკონტაქტება ხოლმე რაღაცეებზე და ვიცი რომ ძალიან ბევრს სწავლობს და როგორც თქვი, პრაქტიკად გამოვიდა კიდევ ძალიან დამწყები ინსტრუქტორი არის და ძალიან მოწადინებული არის მაგარ ბავშვი და ძალიან მალე ვითარდება სხვათა შორის. ვიცი მეც ბექასთან დაგვრჩა. პირადად ვარ მაგის გამოცდილების მომსწრე, ასე რომ ძალიან მალე ვითარდება ადამიანი და ბექას და არა მარტო, ანუ თქვენ რო ხედავთ YouTube-ზე რომ ეს YouTuber-ია, მის მიღმა რას შრომობს ადამიანი, ეგ არ ჩანს, ამიტომ ბექას მინდა რომ დავფასოთ ეს შრომა და წარმატებები მას მამავაში. მაგრამ ამავდროულად მინდა დავფასო შრომა პირველ ნომერსაც, რომელმაც ძალიან დიდი კონკურენცია გაუწია. რა ვინერვიულე? გადავიფიქრე. მართ ფეხბურთელი ყავი სანდრო შენ? ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ ეხა იმდენი ხანი არა და პროფესიონალად არ ვაპირებდი თამაშს, მაგრამ რა მომენტში ეგ მომაფიქრდა და ეგ ვთქვი, თორე ვაფშე სხვა გეგმით ვიყავი წამოსული. და ასევე მადლობა მინდა უთხრა მეორე ნომერს. რავი, არ იყო საჭირო, არა. უკარ ნახე, არა. არა, პროტეინზე, ხო, მაგარია. კარგ პროტეინს იმას ვიზავ, ოქტოპუსის პროტეინს. და ასევე მალე გვენახოს ბექა ოქტოპუსის. Let's go, ბექა ოქტოპუსში. მე ვამბობ ამას. ბექა ოქტოპუსში ვითარდება. შანსი მიეცით სტაჟირების დროც შეგიძლიათ მისცეთ გაატაროთ, იმიტომ რომ ძალიან მალე ითვლის. მე ძალიან მომეწონება. როგორ მე სხვათა შორის კომუნიკაცია და მუშაობა კი ბატონო. სტაჟირები დავიწყე მე ოქტომბერში პირველი 3 თვე სტაჟიორი ვიყავი და ძალიან მალე ავიწყე ყველაფერი და ძალიან ბევრ რაღაცასაც მივაღწია და დიდი მადლობა ოქტომბერს ავისი შანსის მოცემისთვის. თავის დროზე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და მგონია რომ
ბექა ის ადამიანია, ვისაც შეუძლია რომ მსგავს შანსი მისცენ. კომენტარებში მეგობრებო #beka-octopus-ში. ბექა აქ არის ოქტოპუსში. და ასევე მიშოსაც ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის, რომ დავხვდოდნენ და დრო გამონახა და ყველას აუცილებლად მე შენს რომ ეგრევე გამოიქეცი პედიკური და მანიკური და ყველაფერი. ბექა გაიმარჯვა, სწორად დავედით მე და დავით. ჩვენს გამარჯვებულები ვართ. მე რა მეკუთვნის, მაჩუქე რა. უი! პატარა, აი აქტივს. პატარა რაც კი ხო დიდი მაჩუქე რა რაღაც. რა არის მე დიდხანს ვფიქრობდი რა მიჩქებინა შენთვის იყო რაღაცა ვარიანტების მე რაღაცები არ გამოვიდა რაღაცები არ გამოვიდა და ბოლოს ამაზე შევჯერდი მაინც ოქტოპუსისგან აი ეს ოქტოპუსის ბრენდირებული ახალი პროტეინი შოკოლადის გემოთი შენ დიდი მადლობა. ამავდროულად ძალიან დიდი მადლობა ოქტოპუს ყველანაირად ამ ვიდეოს შექმნისთვის ასევე ამავდროულად სნეკის და ასევე ყველას გამოგეცემათ სნეკის მიწისყელის კარგები და ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ მადლობა ყველას. ძალიან მადლობა. ძალიან დიდი მადლობა შენ რო პირველ რიგში დამთავრდა კოლაბორაციაზე ესე თქვა პირველი ჩემი გამოცდილება იყო როგორც გადაღება ესეთ სივრცეში ამავდროულად კოლაბორაციების მხრივ და მადლობა თქვენ რომ დრო დათვეთ კიდევ ერთხელ და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ გადავხადო ამ სივრცეს Echo Chamber Studios იმიტომ რომ ძალიან უმყრის დროში გავაკეთეთ ისეთი რამ რასაც დაჭირდებოდა დაახლოებით 2-3 კვირა ამიტომ მადლობა მათ ძალიან დიდი გადაარჩინეთ ეს თქვა თქვენ ეს ვიდეო მადლობა თქვენ ყურებისთვის გამოიწერეთ სამასარხი ჩვენ დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში ნახვამდის მადლობა ძალიან დიდი Let's go, amagari, bicho.